ჩვენ არაერთხელ ვართ უკვე ამ მსგავსი სტიქია არ გვინახავს 1985 წელს ყოფილა როგორც მე ვიცი და სხვათა შორის მაშინ ბევრად მარტივი იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ბევრი კაცი იყო სოფელში და მათ უმარტივდებოდა თუნდაც გადათოვლა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მიგრაციაში არიან და სულ მოხუცები არიან მაღალმთიან რეგიონში დარჩენილები. რა სიტყვით იმაზე რომ როგორ აღიქვამთ აქედან მოვლენებს? Ну, პირველ რიგში ვიკა იმის თქვა მინდა რომ თოვლის თვალსაზრისით არ გვინახავს თორე ახლა შოვი ცხადია, მე ვიგულისხმებ თოვლის თვალსაზრისით ნალექის ნალექის თვალსაზრისით ახლა შემთხვევით არ გავიხსენე რა თქმა უნდა და იგივე თუნდაც ვერე იყო ნახსენები ვერესხეობა და ჩვენს მეხსიერებაში რა კატასტროფები და კატაკლიზმები იყო ხო თბილისში და რეგიონებში და ნუ აჭარა და რა ვიცი მე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას და ყველა შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ ადამიანები რომლებიც ირაზმებიან და შენი თქმის არ იყოს ასწრებენ ხელისუფლებას ამ ბოლო 13 წლის ივნისის შოვი და აი ხაც გურის ნამდვილად და იცი რა არის რა თქმა უნდა ეხლა კითხვი რომ პათეტიკა არ გვინდაო მაგრამ არ შეიძლება პათეტიკის გარეშე ამის თქმა რომ რომელი 5000 ლარი და რომელი ჯარიმა დაამარცხებს ამ ადამიანებს, რომლებიც არიან ახლა იქ, სადაც უნდა იყოს მთავრობა, ხო? შეუძლებელი ერთადერთი დამარცხების საშუალება რაც აქვთ, მათ არის ჩვეულებრივი მართლა ტყვია. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები არ დამარცხებიან, ჩვენ არ დავმარცხებით და ჩვენ გვექნება თავისუფალი საქართველო, ჩვენ გვექნება ისეთი საქართველო, როგორც ჩვენ გვინდა. ცოტა დრო უნდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბუნებაც ცოტა არ გვიწყობს ხელს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა აქ ეხა შენ ნანუკა ახსენე, ხო, ჟორჟელიანი და ცოტა ტრაგიკული მომენტი არის, ეხა ნანუკა ჩემი უსაყვარლესი მეგობარია, მაგრამ აი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ხო, ცოტა ტრაგიკული არის და დრამატული არის, როდესაც ადამიანები 112-ის მაგირად რეკავენ ნანუკასთან, ხო? მეც ნანუკასთან ვრეკავ, მინდა გითხრა. ზუსტად, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გაზაფხული. 112-ში რო ვრეკავდი, ლევან, არ ვიცი ნახე თუ არა, 5 ჯერ დავრეკე და არ მიპასუხეს პირდაპირ ნანუკა ეგრევე მპასუხობს. იმ წუთში. ზუსტად ეს განცდა მაქვს, იცი და რა თქმა უნდა ხა არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანია და ვიღაცამ დაწერა და ვიმეორებ რომ ნანუკა არის ჩვენი გაზაფხული ანუ კრეფსითი ნანუკა ესეთი ადამიანები ყველა ის ადამიანი რომელიც ახლა აქ იყო ამ არაჩვეულებრივ კოლაში რომელიც თქვენმა თანამშრომლებმა გააკეთეს ხო თქვენმა მონტაჟერებმა მართლა არაჩვეულებრივი იყო და შეუძლებელი ემოციის გარეშე უყურებ და ყველა ნანუკა იყო აი კრეფსიდად ყველა ეს ადამიანი იყო და ამას უპირისპირდებიან ის ადამიანები ის ვიგინდარები რომლებიც ამ ადამიანებს 5000 ლარიან ჯარიმას მოიკრება შედიან იქ რომ ყველაფერი კარგად არის ნანუკამ შემოიკრება თან საინტერესო ხალხი აგერ გიორგი კალატოზიშვილი მწერს ახლა ვაგროვებ პლუსქულებს სტიქით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და შემოსულ თანხას სრულად ვრიცხავთ ნანუკას ფონდში უკვე გადარიცხეს ეს არის გურიის დასახმარებლად მოხალისეები გურიისთვის ჯგუფში არსებული საჭიროების მიხედვით და კონკრეტული ადამიანების შეოძრახების დასახმარებლადო უკვე გადარიცხეს 2350 ლარი გადარიცხეს 735 ლარი, მოკლედ გიორგი კალატოზიშვილის სოციალურ გვერდზე შეგიძლიათ ეს სტატუსი ნახოთ და ვისაც აქვთ სურვილი რომ მიიღოთ მონაწილეობა მნიშვნელოვან დონაციაში, რა თქმა უნდა, აი აქაც გავაჟღერებ, რომ შეგიძლიათ მოკლედ ეს მიიღოთ მონაწილეობა. ლევანმა დაასრულოს და შემდეგ ჩართვა. დასრულება მინდოდა უბრალოდ იმისი თქმა მინდოდა ვიკა რომ აი ამ ყველაფერი ამის ფონზე და თქვა ყველას არ გავიხსენე ხა მე რასაც მოეწარი ხო ზოოპარკის ამბავი შოვი ბევრს არაფერს არ ვითხოვთ ჩვენ როგორც სახელმწიფო ხო ვითხოვთ რეაგირების მექანიზმს რომელიც უნდა ნუ აი ელემენტარული ანაბანა არის რომ ეს არის და იმის მაგივრად რომ ესეთი ყიდულობდნენ იმას რა ქვია ჩვენი დაშლის ჭავლის მანქანებს ნუ უნდა იყიდონ რაღაცა ელემენტარული ტექნიკა რომ ადამიანები აი ამ მდგომარეობაში არ ჭავარდნენ მაგრამ დასკვნის სახით მაინც მინდა აი ამ მონაკვეთის დასკვნის სახით თქვა რომ ხელისუფლებას და ადამიანებს რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ მიაჩნია და ჩვენ ნახეთ ბოლო 13 წლის განმავლობაში რა სისასტიკე იყო და ბოლო პერიოდის განმავლობაში ხო აქ უკვე ძალიან ლოგიკურია ის რომ ჩვენ არც ადრეული შეტყობინების სისტემა გვაქვს ჩვენ არც თავდაცვის სისტემა გვაქვს არაფერი არა გვაქვს ეს ძალიან ლოგიკურია და გამიკვირდებოდა კიდევაც რომ ჩვენ ეს გქონოდა იმიტომ რომ ჩვენ ისეთი მთავრობა გვაქვს რომელსაც ძალიან დიდი ბოდიში ამას რომ მაგრამ ფეხებზე კიდია ადამიანის სიცოცხლე და ერთი რაღაცის თქვა მინდა ხა 13 ივნისი იყო აქ ნახსენები ხო
და გიორგი ლაპარაკობდა, საერთოდ შემოვიდოდი და მინდა რომ ახლა ასე ვთქვათ, მას წავართო ეს სიტყვა და ძალიან ხატოვნად თქვა. მე თვითონ ჰიპოპოტამის და ბეჰემოტის სიყვარულს ვერავინ ვერ მასწავლის, ხო, იმიტომ რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ბევრ რომელსაც ვთქვათ, გამოვიყვანეთ ეს ბეჰემოტი, მაგრამ უყურეთ რა ხდება და გიორგის დაბესესხები ამ შემთხვევაში და ბოდიში გიორგი რო ყარავამ სიტყვას, მაგრამ ძალიან მომეწონა. დაიდგა ჰიპოპოტამის ძეგლი და საითქენ წავიდა ჩვენი, ასე ვთქვათ, ცდელობა მეხსიერებისა, ხო? რომ აი ის ტრაგედია და დაღუპული ადამიანები კი არაფერს ნიშნავდნენ, არამედ უნდა გვახსოვდეს ის ვერცხლისფერი ჰიპოპოტამი, რომელიც ახლა ძეგლად დგას. აი ეს არის მთელი ცინიზმის. მაშინაც იყო ამაზე კრიტიკა. აი ეს არის ცინიზმი არის ეს, ხო? ცხოველის სიყვარულს მე ვერავინ ვერ მასწავლის, შემიძლია თავი დავდო ეშაფოთზე, მაგრამ ადამიანის სიყვარულზე უფრო მაღალი ღირებულება არ არსებობს, ხო? გარომანტიზება ტრაგედიის არ უნდა მოვახდინოთ, უნდა ვისაუბროთ, რაზეც სხვათა შორის სამთავრობო მედია აკეთებდა, ახლა როდესაც ორი ბავშვი დაიღუპა ამ ოცნების ქალაქში, ძალიან საყვარელი სტატუსები დაწერეს, იქ რაღაცნაირი მუსიკა დაადეს და გააკეთეს რეპორტაჟები, ეს არ ჭირდებათ, ჩვენს მოქალაქეებს ჭირდებათ რეაგირება, ჭირდებათ საქმიანი საუბარი და პრევენცია, რომ აღარ განმეორდეს ეს ტრაგედიები. ჩვენ ვრთავთ ახლა ბაკურ ხუბულავას, მოხალისეს და სხვათა